მოგესალმებით ყველას. აბა რა შვებით როგორ ხართ? ეს ჩემი ნაცვის ხე. ლამაზესი ფერადადაც ანათებს, თეთრადაც ანათებს და ეს ბანტები ისე მოუხდა. ოღონდ კამერა ძალიან იმაშვება, რაღაცა ჩემი კამერა. ძალიან ცინცინებს. ეს ნინის ყლავი ნახეთ როგორ ანათებს. და უბედნიერესი ვარ მართლა. გუშინ ისეთი კარგი დღე გამოვიდა, რომ მთელი ღამე გუშინდელ დღეზე ვფიქრობდი და იმდენად დავტყვი, რომ ძილიც კი არ მინდოდა. ძალიან გვიან დავიძინე. ხო და ეხლა სამსახურამდე დამჩა 15 წუთი, სამსახურში წასვლამდე 10 წუთი. არც კი ღირს წესით ვიდეოს დაწყება, არც კი ღირდა, მაგრამ რავი რა, რასაც გადავიღებ ჩაცმულიც არა ვარ ჯერ ბოლომდე და ფეხსაცმელი არ მაცვია და ესა რა, გასაქცევი ვარ მოკლედ, მაგრამ უცებ ჩაგიწერთ პატარა ვიდეოს გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. გუშინ იყო ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე. ხო. ეხლა მე გავსინჯავ. რომელს იცით? ეს მოეწონა ნინის ძალიან. მომეწონა. ის მაყურებელი ვარ და წლებია ვოცნებობდი ნინის ნახვაზე, ძალიან მინდოდა და ჩემი ოცნება იყო მართლა ნინი მენახა და ჩავხუტებოდი. აი წლების მერე ყველაზე კარგი დრო დადგა მაგ ოცნების ასრულებისთვის. საცილო რაც იყო, ანუ მითხრა რომ მეტროსთან ვარო, ამოვედიო და მეთქი მანდ დამელოდე 5 წუთში მანდ ვარ თქო და შენ ხო 10-15 წუთი გინდა ჩამოსასვლელად, მითხარი საით წამოვიდეო და გზაში შევხვდებიო. აუხსენი მეთქი ესე და ესე, აქეთ წამოდი, პირდაპირ არ ეთქო და ხო ვიცი ეხლა რომ გზაში უნდა შევხვდეს და წინ ვიყურები ეხლა ადამიანებს ვაკვირდები, ხო? იმიტომ რომ სადღაც ნინიც უნდა იყოს. ხო და თან ისე ჩქარა ჩავედი, რომ ესე ჩქარა არასდროს არ ჩავსულვარ. გავუარე გვერდი და ბაჩო მოდის ხელებს შლის და მეხუტება და გვერდი ისე ჩაუარე, რომ ვერც კი ვიცანი და ესე უყურებ და ვაიმე რასულ სხვანაირი ხარ თქო და როგორც თვითონ გააკეთა ეს ჩემი პაროდია მერე, ესე დგასო და დამწუხრებული სახით მეუბნება ვაიმე რა სხვანაირი ხარო და მერე მეორედაც რო გამიმეორაო ესო, ვეუბნებიო რომ ცუდი ვარო რა. ხო და ანუ მეგობრებო, კამერა მართლა სულ სხვანაირია. კამერაში ხო ნინი საოცრება, მაგრამ ისე რეალურად ვაფშე სულ სხვა. კამერის გარეშე უფრო სუსტიც არის
მართლა აი ვიდეოში რომ ვუყურებ, კამერა სახეს უპუტკუნებს უფრო რა. კამერის გარეშე ხო უფრო სუსტია და მართლა აი ამბობდა რომ ჩემ ბავშვებს გვერდით რომ ჩანთას რომ მოვიკიდებ და ჩემ ბავშვებს შუაში რომ დაუდგები, უკნიდან ვიღაცამ ფოტო რომ გადაგვიღოს კლასელები ვეგონებითო. მართლა ეგრეა, ანუ გუშინ ახლა ჩვენ ვიდეოებს რო უყურებდი და გვერდით რომ მეჯდა, მართლა ჩემი ტოლა მეგონა და ძალიან კარგია ეს ფაქტი რა. ესე იგი თავიდან ისე მორცხვად ვიყავი. მეკნა. მორცხვად ვიყავი თავიდან და კი ეხლა მეგობრებო მის ვიდეოებზე ვარ გასდილი და მესენჯერშიც ძალიან ხშირი კომუნიკაცია გქონდა, მაგრამ ეს რეალურად შევხვდით პირველად ერთმანეთს და აი ესე სულ სხვა რა რეალურად. და რეალურად შეხვედრა არის სულ სხვა. ნუ ეხლა ვიდეოებს უყურებ კი ბატონო და იცნობ, მაგრამ რეალურად რო შევხვდი, მაინც რაღაცნაირად მორიდებულად ვიყავი. ტორტებზე ვიждები რა, ნამცხვარი უფროა. არც ზედმეტად ტკბილი რო არაა რა. კაკაოს გემურო აქვს და დაბალანსებული გემუროა. და რაღაცას ვიდეოში რომ ბაჩო თუ არ მოიხსნის ამ სიმორცხვეს, იმაზე უფრო მალე წავალ, ვიდრე ვაპირებდიო და მეთქი ჩემი მინუსი არის ეგ თქო რა, ადამიანთან პირველი შეხვედრისას მიჭირს ასე ვთქვათ გახსნა თქო რა, კომუნიკაციაში შესვლა თქო, მაგრამ მე თუ დაუმეგობრდი, ძალიან კარგი მეგობრობა ვიცი თქო რა. თავიდან მიჭირს გახსნა თქო და თან კიდე ეს სიმორცხვის ფონი რომ აქვს და რაღაცნაირად რო არის ტუჩებით მითამაშებს ლაპარაკისას და ძალიან უხერხულად გრძნობ ხოლმე ეგეთ მომენტში თავს. მაგრამ სავარაუდოდ საბოლოოდ მოხდა ისე რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ კამერაშიც, კამერის გარეშეც. ბევრი რაღაც არ გადაგვიღია. რავი, ერთი 20 წუთი გადავიღე მე და ერთი 40 წუთი ალბათ ნინიმ რა. მაგრამ გარდა ამისა კამერის გარეშეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ერთმანეთს დავუსვით კითხვები, ერთმანეთს ველაპარაკეთ. აი ესე ძალიან ახლოდან გავიცანით ერთმანეთი და მალევე გავიხსენი. ეხლა მომწერა რაღაც. ხო და რავი, მალევე მართლა ძალიან დაუმეგობრდი და ეს სიმორცხვეც გაქრა ნელ-ნელა, თორე მთელი დღე ეგრე რო ყოფილიყო, მინიც ვერ იგრძნობდა თავს კომფორტულად და მეც ვერ ვიგრძნობდი თავს კომფორტულად აი ესე სიმორცხვის ფონზე რა. ის ვიდეო მეც გადავიღე რაღაც ნაწილი და ის ამაქვს რა, დასამონტაჟებელი და ასატვირთი. ის ვიდეო კი უცებ დავამონტაჟე და ძალიან მალე აიტვირთ 10 წუთიანი აქ რო ვზივართ და ვლაპარაკობთ და ყავას მივირთმევთ, მაგრამ ეხლა ნაძვის ხის აწყობის ვიდეო მაქვს ასატვირთი.
თავს გრძნობდა კომფორტულად. მე ნინიმ მითხრა, რომ პირველ რიგში რაც მთავარია, მითხრა, რომ არ ხარო ხელოვნური რა, ანუ რაც ვიდეოში ხარ, ვიდეოებში ისეთი ხარ ზოგადადაც რა, ვიდეოს გარეშე და ეგ არის ძალიან დასაფასებელი ჩემთვის. სამწუხაროდ არის ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც YouTube-ზე ირგებენ, ასე ვთქვათ, დადებითი და პოზიტიური ადამიანის როლს, ვიღებს იკეთებენ, ესე ვთქვათ, ვიდეოს გადაღების პროცესში და ვიდეოს გარეშე სულ სხვანაირები არიან რა. ხო და მე ნინიმ მითხრა, რომ შეხარ ისეთი როგორიც ხარ რა, ანუ რეალურად როგორიც ხარ, ისეთი ხარ ვიდეოებშიც და თქვა, რომ მე თუ ეს ვერ ვიგრძენი ადამიანისგან, რომ ანუ თუ ადამიანისგან ვიგრძენი, რომ ის ხელოვნურია, მე მასთან ვერ გავჩერდები დიდხანს და ვეცდები მალე წასვლას. ეგრე ვარ მეც ხა და რავი, სტუმრად რომ მივდივარ, თუ სადღაც კომფორტულად ვერ ვიგრძენი თავი, ყოველთვის მირჩენია, რომ გავერიდო იმ სიტუაციას და წავიდე სხვაგან, ხო? ეგრეა მართლაც. და ჩვენ ნინი მოვიდა დაახლოებით პირველი საათისთვის ალბათ და საღამოს 7-ზე წავიდა. ესე იგი, რო გავაცილე უკვე მეტროს გარეთ ამხარედან დავდექი და გამჭვირვალე შუშები ხო ასულდა, მანამდე უყურებდი, სანამ თვალთახედვას არ ამოეფარა რა. აბა თუ გამოიხედება აქეთ თქო და არ გამოუხედიათ, მე ხელსაც დავუქნევდი. და 1-2 საათზე მეტი ვიყავი რა. ხო და საერთოდ არ არის ბევრი ხალხი. არ ვიცი ამ ხალხს არ ვიცი ბეზრდება თუ რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ სულ ესეა, რომ რაღაცა აქცია რო ხდება, თავიდან გამოვა ბევრი ხალხი, აი წყლის ჭავლები, ჰაი ჰუი, ერთი ამბები და მოგეცემა ადამიანს იმედი, რომ მართლაც ეს ახალგაზრდები და ისინი შეცვლიან რაღაცას. მაგრამ მე ნელ-ნელა ისე ხანის არ მოდის და ხალხი საერთოდ არ იყო ბევრი. ნაძვის ხე დგას რუსთაველზე. ისწიება. ის მონაწილეები არ გადაწვავენ ფეიერვერკებით ნაძვის ხეს, ან რამით რა ვიცი. მაგრამ მოშორებით იდგნენ რა, ანუ რუსთაველზე ნაძვის ხესთან არ იდგა ბევრი ხალხი. ალბათ ეს იმის ნიშანია, რომ გაცდით ნაძვის ხის ანთებას და არ გიშლით ხელს და რაღაც პროვოკაციას რო არ ქონდეს ადგილი, ალბათ უფრო მოშორებით იდგა ხალხი. ძალიან ბევრი ვიარე. ქუჩაში ხალხი იდგა, მაგრამ ბევრი არა რა. ერთოდ არ იდგნენ რობოკოპებზე, ზედმეტია საუბარი, რობოკოპები ვაფშე არ იდგნენ, იდგნენ მარტო სასწრაფოს მანქანები. და მაგას ერქვა მართლაც გუშინდელ დღეს მშვიდობიანი აქცია. მე მშვიდობიან აქციას არ ვეძახი იმას, რომ აი ხალხი რო იგინება და ერთ ამბავშია ხან რაღაცებს რო წვავენ, ხან რაღაცებს რო ისვრიან. მე მაგას არ ვეძახი მშვიდობიან აქციას. მაგრამ გუშინდელი დღე იყო მშვიდობიანი აქცია, უბრალოდ იდგა ხალხი სასტვენებით, დროშებით ხელში. და რა ვიცი, აი ესეთი სიტუაცია იყო.
მე იქ რო გავიარე ვნახე ყავა, ჩაი, ყავას აკეთებდნენ, ჩაის აკეთებდნენ. შემომთავაზეს გინდა ყავაო და კი ყავა თუ ჩაიო და ყავას დავლევთქო და ჩამომისხეს ცხელი ყავა. მერე მეორემ შემომთავაზო მჭადი და ყველი სანამ ცხელიაო. არა მეთქი არ მინდა მადლობა. და აი ესე უფასო დაკეთებდნენ სიკეთეს აქციაზე. ჭადით და ყველით უმასპინძლდებოდნენ აქციის მონაწილეებს. ხვალ შაბათი ხო? პარასკევი ხვალ შაბათი. ხო და აურა ლამაზია ნაცვისხე. ესეთი ამბები რომ აი ნაცვისხეს არადგმევიებდნენ რა აქციის მონაწილეებმა ნაცვისხის იმაზე კონსტრუქციაზე სულ დაკიდეს წარწერები, ფოტოები, პოსტერები დაკიდეს, მოკლედ სულ იმაზე. მაგრამ აუწყიათ ნაცვისხე და გუში რო ვიყავი, საერთოდ არ იყო ნაცვისხეზე ბევრი პოსტერები რა. ნაცვისხე რითაც არის მოღობილი, რკინებზე იყო გაკრული 1-10 პოსტერი და იმ დაშავებული ადამიანების ფოტოები. თორემ მაგის გარდა ეხა ნაცვისხე ჩვეულებრივად იდგა და მე ვფიქრობ, რომ აცდიან რა კონცერტის ჩატარებას და ნაცვისხის ანთებას. ხო და ზეგ გავა საღამოს 7 საათზეა ნაცვისხის ანთების ღონისძიება და რავი სულ მინდოდა ხოლმე დავსწრებოდი, როცა სოფელში ვიყავი, ნაცვისხეს რო თბილისის მთავარ ნაცვისხეს რო აანთებდა კახი კალაძე, მაშინ ვაწყობდი ხოლმე მეც სახლში ჩემ ნაცვისხეს და სულ მქონდა სურვილი, რომ ნეტა იქ ვიყავთქო რა, ხოდა წელს დავესწრები ნაცვისხის ანთების ღონისძიებას და იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩაივლის. დედაჩემი დავალაპარაკე ნინის გუში. საერთოდ არ მithქვამს დედაჩემზე, რომ სტუმარს ველოდებითქო რა, ანუ ნინის რო ველოდებოდი არ მithქვამს. უბრალოდ წინა დღეს ვიდეოში ხო ვთქვი სტუმარს ველოდებითქო და ალბათ არ უნახავს ეგ ვიდეო დედაჩემს, თორემ დამირეკავდა და რავი მკითხავდა ვის ელოდებიო. ხო და აი ესე რო დაურეკე და რო დაინახა ნინი და ვაიმე რა მაგარია ბაჩო ყოჩახ შენ ოცნება აგიხდაო და ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი თუ ნინი იქნებოდა ეხა მანდო რა ელენეს მოველოდიო ჩემი მეგობარი როა. ხო და ისე კარგად ისაუბრეს ნინიმ და დედაჩემმა, ისე თბილად ისაუბრეს, ძალიან მომეწონა დედაშენიო, ნინიმ მითხრა და რავი ძალიან კარგად ისაუბრეს რა. დედაჩემმა უთხრა, რომ ნინიმ უთხრა, რომ ძალიან კარგი შვილი გყავთო, ამდენს რომ მიაღწიაო და დედაჩემმა უთხრა, რომ ხო ზოგადად არ ვაძალებდიო ჩემ შვილსო, რომ არც სწავლას ვაძალებდი ზედმეტად და არც მუშაობასო და თვითონ რო ცდილობს რომ მიაღწიოს სწავლაში მიზანსო, რატომაც არა ხელს შეუწყობა ყოველთვისო და თუ რამე გაუჭირდება აყვავარო და ისე კარგად ელაპარაკა. მართლაც ეგრეა რა, სოფელში არც სწავლაში ვიკლავდი თავს და არც საქმეში. მაგრამ აი შანსი არ იყო, ზოგი მშობელი ხო არის, რომ თუ არ სწავლობ, უნდა იმუშაო ვირივით სოფელში. და თუ არ სწავლობ და ესე აძალებდნენ, რომ გამოდი გარეთ საქმე გააკეთე. ძალიან ბევრს ყავს ეგეთი მშობელიც, მაგრამ მე მაგალითად
სწავლებასაც არ მაძალებდნენ და არც მუშაობას. რა გინდა თუ არა გამოდი და იმუშავე და საქმე გააკეთო, არა. ყოველთვის მე ვიჩენდი ინიციატივას სწავლის მხრივაც და მუშაობის მხრივაც და დავეხმარებოდი ხოლმე მუშაობაში დედაჩემს და მამაჩემს. კარგი, ბედნიერი, დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა და შემდეგი შეხვედრები იქნება აუცილებლად ამაზე უკეთესი, იმიტომ რომ უკვე ის სიმორცხვე და ის სიუცხოვე და დაძაბულობა მორიდება, მოიხსენი უკვე და რავი, უკვე უკეთესად ვიცნობთ ერთმანეთს, ვიდრე ვიცნობდით რა. ხუში რომ დავაგვიანებ, ვლოგის გადაღება ვერ მიშველის. 20 წუთია უკვე აქვსი ვარ. გავიქეცი ახლა, თორე ჩაცმულიც არა ვარ და ვეღარ მოასწრებ წასვლას. მანაჯერ ყავაც არ დამილავია. მიგონი ესეთი სახში და ძალიან მიხარია, რომ ესეთი ერთნაირი ჭიქები გვექნება. თან აქ დაბლა გროვდება ნალექი რა. ხოდა ძალიან კაია. წავედი ახლა მეგობრებო. გავიქეცი სამსახურში. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას და ოცნებების ასრულებას. თუ იშრომებთ, აუცილებლად აგისრულდებათ ოცნებები. თავარია გქონდეთ იმედი და შრომის მოყვარეობა და მიზანდასახულობა. ანუ ჩემთვის წლების წინ წარმოუდგენელი იყო ნინის, ესე ვთქვათ, წლების წინ ჩემთვის გუშინდელი დღე იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ნინი იყო ჩემთვის სასწაული ადამიანი რა. ყველაზე მეტად ყველაზე ცნობილი და ჩემთვის საყვარელი იუთუბერი ვინც იყო, ეს იყო ნინი და კომენტარს რო დამიგულებდა, იმაზეც კი უსომოდ ბედნიერი რო ხდებოდი, მაგრამ მერე ნელ-ნელა ჩემი შრომის მოყვარეობიდან გამომდინარე, მისი დამსახურებით, ესე მოვედი გუშინდელ დღემდე და რა ვიცი, მართლაც ჩემი ოცნების ახდენა ერქვა გუშინდელ დღეს, იმიტომ რომ ესე ყოველდღიური ვლოგების კონტენტში ნინი კვირიკი არის ჩემთვის ნომერ პირველი. ჩემ თავსაც ვერ დავაყრდნებ, რა თქმა უნდა, მაგაზე წინ, იმიტომ რომ ჩემთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი და ყველაზე საუკეთესო იუთუბერი მთელს იუთუბში რა. ძალიან დიდი მადლობა გუშინდელი დღისთვის. ძალიან საინტერესო და კარგი გამოვიდა და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა მომავალშიც. აბა დროებით.